ალექსანდრე კორსანტია, თამარ ლიჩელი, მანანა დოიჯაშვილი, მარინა ნადირაძე. ეს მცირედი ჩამონათვალია იმ ცნობილი პიანისტებისა, რომლებიც თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პირველ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავენ. საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე დღეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საუბრობდნენ. როგორც ორგანიზატორებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ფესტივალის ფარგლებში კონცერტები 15 და 16 მაისს გაიმართება. მათივე განმარტებით მუსიკალური საღამოს პირველი ნაწილი თენგიზ ამირეჯიბის რეპერტუარს დაეთმობა. მეორე კონცერტზე კი ცნობილი დუეტები და კვინტეტები შესრულდება. მუსიკალური ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება. ვფიქრობ, რომ ფესტივალი საინტერესო იქნება. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა მონაწილეს. რეპერტუარზე ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ პირველ დღეს შესულიყო პროგრამაში ის ნაწარმოებები, რომელიც ბატონი გიზის რეპერტუარიდან იყო გამორჩეული, ან ის ნაწარმოები, რომელიც მასთან გაგვივლია და რაღაცა განსაკუთრებულად გვაკავშირებს. თვითონ გიზი ამირეჯიბი იყო ლეგენდარული პიროვნება, ადამიანი, რომელმაც შექმნა საფორტეპიანო სკოლა, რომლის მოსწავლეები დღეს მსოფლიოში გაბნეულები არიან და ეს არ არის მარტო ქართული სკოლა, ეს არის პრაქტიკულად ის სკოლა, რაც მან აქ დააფუძნა, გატანილია მთელ მსოფლიოში. მე ვფიქრობ, რომ ამ ფესტივალს ძალიან საშუალო მომავალი აქვს. ალბათ ეს ფესტივალი მიიღებს ძალიან დიდ მასშტაბებს.